დეპორტაცია, ტურისტების მიმართ აგდებული დამოკიდებულება და არამეგობრული ქცევა, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს პატივისცემითა და კეთილგანწყობით მოიქცნენ ყაზახებს. ორგანიზაციის განცხადებით 2024-2025 წლებში მკვეთრად გაიზარდა შემთხვევები, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში არაკორექტულ, ხშირად კი დამამცირებელ მოპყრობას აწყდებიან, რაც საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს. ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ნუცა, გისმენთ. დიახ, გიორგი, ყაზახ ტურისტებს საქართველოს საზღვრებიდან მასობრივი დეპორტაციით ახსნა განმარტებების გარეშე უკან აბრუნებენ. ამის შესახებ ბოლო დროს ყაზახური მედია აქტიურად წერს და სოციალურ ქსელებში ყაზახი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის არასასიამოვნო გამოცდილებების შესახებაც წერენ. ყაზახური მედიის ცნობით განსაკუთრებით პრობლემურია სასაზღვრო პუნქტი, სადაც მებაჟეები არაკორექტული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებებით გამოირჩევიან. ყაზახი მოქალაქეები საუბრობენ დაუსაბუთებელი დეპორტაციის ფაქტებზე და ამბობენ, რომ ვერანაირ მყარ არგუმენტაციას დეპორტაციის მიზეზის ასახსნელად ვერც ერთ ჯერზე ოფიციალური პირებისგან ვერ ისმენენ. ყაზახები საქართველოს ტურისტულად აქტიურად სტუმრობენ. ის ადამიანები, ვინც გასულ წლებშიც იყვნენ ქვეყნის სტუმრები, ამბობენ, რომ დამოკიდებულება მათ მიმართ მესაზღვრეების მხრიდან აბსოლუტურად შეცვლილია. ვერც კი მოვასწარე აეროპორტიდან გამოსვლა, მაშინვე დეპორტი გამიკეთეს. თავდაპირველად მითხრეს, რომ მიზეზი უკან დასაბრუნებელი ბილეთის არ ქონა იყო. თუმცა საბუთებში მითითებული იყო, რომ თითქოს მე არ მქონდა საკმარისი თანხა საქართველოში მოგზაურობისთვის და მესაზღვრეებს არასწორი ინფორმაცია მივაწოდე. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ხვდები, რატომ მოხდა ჩემი დეპორტაცია. როცა კონტროლს გავდიოდი, ერთ-ერთმა ქალბატონმა ვერ შეძლო სწრაფად ყაზახური ტენგედან თანხის დოლარში გადაკონვერტირება. მესაზღვრემ კი უყვირა, რამდენია დოლარში ეს თანხა. არ გეკითხები ყაზახურ ვალუტაშიო. ეს ძალიან დამამცირებელი იყო. რჩება შტაბ-ეშტილება, რომ მესაზღვრეები სიამოვნებას იღებენ ძალაუფლებით. ყაზახი ტურისტების პრობლემებზე განცხადება ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყაზახეთში ტურისტების მიმართ ქვეყანაში არამეგობრული დამოკიდებულება, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს მნიშვნელოვნად აზარალებს. ყაზახი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებით დაინტერესდა ბიზნეს მედია ჯორჯიაც. გაერთიანების თავმჯდომარე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია. მსგავსი ფაქტები კი ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რასაც შესაბამისი რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს. ყაზახეთში დაწყებულია მედია კამპანია, ფაქტიურად ბევრი ბლოგერი ჩართულია და ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოსდევს ასეთ ტიპის შემთხვევებს. და ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოება ჩაგვეყენებინეს საქმის კურსში, რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება იყოს ისეთ ტურისტულ, არც ეს ტურისტულ სეგმენტზე. ადია ერთი ადამიანის რო შემოდიოდეს კონკრეტული ქვეყნიდან, ჩვენ სტუმართ მასპინძლობითი ვიწონებთ თავს, ეგ ერთი ნაწილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტრიბუტორი ქვეყნის მოქალაქეებზე აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყოველად არის მიუღებელი. ძალიან ხშირად ბევრი წესიერი პატივსანი ხალხი მოხდა ეგეთ სიტუაციებში, რომ არც აუხსნიათ არაფერი, არც მიზეზი დააბრუნეს და ადეპორტეს ხალხი. ზოგი აქ ქორწილის გადასახადად ჩამოდის, ზოგი ბიზნეს ტურიზმი ჩამოდის, ზოგი ჩვენი პარტნიორია, მეგობრებია, ჩვენ პირადი შემთხვევები ბევრიც გვაქვს. პირველ კვარტალში ტურიზმი დაეცა, იმიტომ რომ ძალიან მასიური ნეგატივი წამოვიდა ყაზახეთიდან, რომ მოდი გავუკეთოთ საქართველოს ბაიკოტი, არ გვინდა საქართველო. აზიაში სტრატეგიული ერთ-ერთი მთავარი პირველი პარტნიორია ყაზახები, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი ინვესტორები არის. ტურიზმი 2022 წელს მერვე ადგილზე იყო, რაოდენობით ათეულში შედიოდა ყაზახეთი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავრცელებულ ბრალდებებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. 2025 წლის პირველ ნახევარში ვიზიტების რაოდენობა ყაზახეთიდან შემცირებულია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ვიზიტები გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით უკვე 22%-ით შემცირდა.